საქალაქო სასამართლოში ზურა ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე გზის უკანონო გადაკეტვას ედავება. საქმე ეხება 2 დეკემბრის ფაქტს, როცა ჯაფარიძე რუსთაველზე აქციის დასრულის შემდეგ ვაკის მიმართულებით წავიდა და ის თამარაშვილის გამზირზე დააკავეს. ქეთა ციცქიშვილი ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში საქალაქო სასამართლოდან. გისმენ ქეთა. Თექეთი უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს ზურა ჯაფარიძის საქმის განხილვა. მას სწორედ 2 დეკემბრის ფაქტის შესახებ ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ჯაფარიძე არ დაემორჩილა კანონიერის პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და ასევე გზა უკანონოდ გადაკეტა 30-მდე ადამიანთან ერთად. ამ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ნაწილზე ძალიან რთულია საუბარი, ისე როგორც სხვა ყველა იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც მიმდინარე აქციების დროს საქალაქო სასამართლოში განიხილება და რაზეც დაობს ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ზურა ჯაფარიძეს ჩამოერთვას იარაღის ტარების უფლება. ჯაფარიძეს აქვს კანონით მინიჭებული ეს უფლება და ის გადაადგილდება მუდმივად იარაღით და სწორედ ამას უხსნიდნენ დღეს ადვოკატიც და თავად გირჩი მეტი თავისუფლებისთვის ლიდერიც რაში სჭირდება და რატომ დააქვს თან იარაღი იმის მიუხედავად რომ არ არის ეს ასახსნელი და როდესაც უფლება აქვს ადამიანს იარაღის ტარების მიზნობრიობას არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა მათ კიდევ ერთხელ განუმარტეს მოსამართლეს, რომ რა რეალობაშიც და ვითარებაშიც დღეს საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, მათ შორის ზურა ჯაფარიძეც, რომელსაც 4-ჯერ ჩაუსაფრდნენ და სცადეს მასზე თავდასხმა. მისი პარტიის წევრებს რამდენჯერმე სახლთან გაუსწორდნენ მძიმე ტიტუშკები. აუცილებელია რომ თავდაცვისთვის გქონდეს ეს იარაღი და მუდამ თან ატაროს. პრინციპში მისთვისაც ადვოკატისთვისაც და ყველასთვის ცხადია, რატომ ედავებიან მას და რატომ განიხილება ახლა სასამართლოში პროცესი. უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ ყველანაირი თავდაცვის მექანიზმი და უფლება მოუსპოს იმ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია იბრძვის უკვე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. შინაგან ცხადი ამ პროცესში არის ის, რომ მეტაკლებად აქტიური ხალხი არიან აქციებში მონაწილეობას, ისინი ან ჯარიმებით გააჩერონ, ან ადმინისტრაციული პატრონობით გააჩერონ და აშინონ საბოლოო ჯამში, რომ რაც შემიძლია ადამიანს მომენტ შემდეგ აქციაზე გამოსვლა. მას შეუცა უკვე კადრები არსებობს, მინიმუმ 5 კადრი არსებობს, სადაც ანათლად ჩანს, რომ სტილუშკები, რომლებიც რეალურად ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდა, მათ შორის ჟურნალისტებსაც არც ერთი მათგანი არც იდენტიფიცირებული, არც დასჯილია. ახსენებდა შეგეთი რეალობა, ხეხა როცა ხელისუფლება გასული კონსტიტუციის შარჩოებიდან და პოლიცია და ტიტუშკები და ეს ორგანიზებული ჯგუფები მოქმედებენ ტანდემში. საქმეში წარმოდგენილი არის ან უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები, არადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებს, რომ თითქოს ზურა ჯაფარიძემ ჩაიდინა რაიმე სამართალდარღვევა, მათ შორის მოდავებული ქმედება, ეს არის 173 მუხლით გათვალისწინებული პოლიციელის მიერ კანონიერი მოთხოვნის არ შესრულება. საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი იმის დამადასტურებლად, რომ ზურა ჯაფარიძემ ხელოვნურად მოახდინა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. არა გვაქვს მოლოდინი, რომ რეალურად ეხა მის საქმეზე რაიმე მართლმსაჯულების ორგანო რეალურად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. კი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც არც ადვოკატს და არც პოლიტიკოს არ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ ვიცით, რომ აქ სასამართლოში ნაცემი ადამიანები მოყავთ, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად და აქეთ აჯარიმებენ და ცნობენ ხოლმე კანონდამრღვევებად. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ისეთი ამ აქციების მიმდინარეობის პერიოდში, როდესაც საქალაქო სასამართლოში უთქვამთ, რომ კონკრეტულ პირს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა, არ ჩაუდენია კანონდარღვევა. სასამართლო სრულად ეთანხმება ხოლმე ძალოვანი უწყების წარმომადგენელს და ამ შემთხვევაშიც განსხვავებული მოლოდინი არავის აქვს.